რამდენიმე ხნის წინ მთხოვეს, რომ მომეყოლა თუ როგორ ვარჩევ ტანსაცმელს. პირველ რიგში გასაგებია რომ ვერ ვხედავ, მაგრამ ხელით ვგრძნობ ტექსტურას. მაგალითად ხვდები რომ ამ ზედის და ამ ქვედა ბოლოს ტექსტურები რაღაცნაირად გავს ერთმანეთს და ესე უხდება ხელით. ასევე ვგრძნობ ზომებს, რომ მაგალითად რაღაცა ტანზე მადგას, თუ თავისუფლად მაქვს, თუ ზომა, თქვათ არის არასწორი ან პირიქით სწორი ან დაუშვათ სახელოების გასწორება და მსგავსი რაღაცები შემიძლია. ამასთან მე ადრე უფრო კარგად ვარჩევდი ფერებს, ეხლა უფრო მიჭირს, მაგრამ ბრჭყვიალა რაღაცებს, აი მაგალითად ამის ბზინვარებას მზეში ჯერ კიდევ ხედავ და შემიძლია დაახლოებით მაინც წარმოვიდგინო, თქვათ რომელი ფერი რომელს უფრო უხდება. ამის გარდა, ხელითაც ვარჩევ შესაბამისად ტანსაცმელს, კიდევ როცა მივდივარ მაღაზიაში, ვეუბნები თქვათ თუ მხედველი მახლავს ხოლმე ყოველთვის ვინმე, ან მეგობარი, ან უფრო ხშირად დედაჩემი არჩევს ხოლმე, მაგრამ მარტოც დაუშვათ რომ წავსულ ვარ საზღვარგარეთ, ვეუბნები რა მინდა რისთვის, ხო, რომ მაგალითად უფრო ფორმალური მინდა რაღაცა ოფიციალურ ღონისძიებაზე, ან თქვათ საბანკეტოდ მინდა, ან უბრალოდ ქუჩაში სასეირნოდ პირობითად. ზოგადად ისეთი ტანსაცმელი მაქვს ძირითადად, რომელიც ბევრნაირ ადგილას შეიძლება ჩაიცვა, იმიტომ რომ ხა ბანკეტები და ტაშფანდური არც ისე ბევრია ჩემ ცხოვრებაში, ბევრია საქმიანი შეხვედრები და ამიტომ ხანდახან ძალიან სპორტული ტანსაცმელი თუ მჭირდება, იშვიათ შემთხვევებში ცოტა მიჭირს ხოლმე მოძებნა, იმიტომ რომ არ მაქვს. და ხო, ზოგადად კიდე ჩემი ნივთები რა ვიცი, წლობით მაქვს ხოლმე და უკვე მახსოვს და ზეპირად ვიცი, რომელი რას ეწყობა, ანუ სულ რომ არ დავხედო და რა თქმა უნდა, ხელით და ტექსტურით ხვდები რა არის. ამასთან უკვე ვთქვი, რომ დედაჩემი ძალიან დიდ როლს თამაშობს ტანსაცმელის შერჩევაში. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად არ მიყვარს მაინც და მაინც ტანსაცმელზე არ ვარ გადაკუჭკუჭებული. აი თუ რამე მჭირდება, ვიცი რომ უკვე მაგალითად დამიპატარავ და ზამთრის პალტო პირობითად ან უკვე ძალიან რაღაცა გაცვთა დაძველდა ფეხსაცმელი. ასეთ შემთხვევებში უკვე ვამბობ რომ საყიდელია და მე მივდივართ ვარჩევთ და ვყიდულობთ. მაგრამ რაც არის ნამდვილად ჩემი ექსკლუზიური კომპეტენცია არის ჩემი სამკაულები. სამკაულები ძალიან მიყვარს და მაგებს მე თვითონ ვარჩევ და ვყიდულობ, მომწონს უფრო ბრჭყვიალა ნივთები, რომლებსაც ჩემი თვალი ჯერ კიდე ხედავს, ანუ ჩემ თავს ყვებავ ამით, ან უფრო ჩემთვის ვყიდულობ ამას, ვიდრე იმისთვის, რომ როგორ გამოჩნდება. ხო, კიდევ დიდი ქვები მიყვარს, სასურველია ბრჭყვიალა, მაგრამ არა ბრჭყვიალა და თქვათ ბუნებრივი ნამდვილი რაღაცები უფრო მიზიდავს ვიდრე აი ძალიან პლასტმასის რო არის. ეს არის ტანსაცმლის გარშემო, რა ვიცი, თუ კიდე რამე კითხვა გექნებათ ან რამე თემა, რომელზეც გინდათ რომ მე ვისაუბრო, მითხარით და ჩავწერ პერიოდულად ასეთ თემებზეც შეკვეთით.